შალვას პირველი საბრძოლო ნათლობა შამქორის ბრძოლაში შედგა. 1195 წელს ერაყ-ირანის სულთანმა აბუ ბაქრმა საქართველოს ყმადნაფიც შირვანს შეესია და აურაცხელი ლაშქრით სასტიკად ააოხრა სამეფო. შირვანი ქართველთა მეფის პროტექტორატში შედიოდა და საქართველოს მონარქი ვალდებული გახლდათ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, როდესაც მას ირანიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თამარ მეფემ საომარი სალზადისის დაწყება ბრძანა. ქართული ჯარის მხედართმთავრად კი თამარის მეუღლე დავით სოსლანი დაინიშნა. საქართველოს სამეფო ლაშქარსა და თურქთა კოალიციურ არმიას შორის ბრძოლა 1195 წლის 1 ივნისს გაიმართა. შეტაკება თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. მთელი ძალები ჩააბა იერიშებში სულთანმა და სწორედ მაშინ, როცა სულთანს ბრძოლა მოგებული ეგონა, ომის გადამწყვეტ წუთებში შემოვლითი მანევრით ზურგიდან დაესხა აბუ ბაქარს დავით სოსლანი. დავითის ამ ჩასაფრებაში ახალგაზრდა შალვაც მონაწილეობდა. ახალციხელმა ბრძოლის შუაგულამდე ხმლით გაიკავა გზა. ტყის მედროშეებს დაერია და ერთი მეორეს მიყოლებით აჩეხა ისინი. შამქორის ველზე თურქებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. გამარჯვებულმა დავით სოსლანმა და მისმა მხედრობამ თბილისში გამარჯვების აღსანიშნავ ტრიუმფზე თამარს აურაცხელი განძი, ტყვე, ოქრო და მარგალიტი მიართვეს. მაგრამ უპირველესი განცდა შორის უმთავრესი და ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლო ხალიფას დროშა ახალგაზრდა ჭაბუკმა შალვა ახალციხელმა მიართვა დედოფალს. ქართველებისათვის განსაკუთრებით სასახელო იყო ხალიფას მიერ უძლეველობის ნიშნად წარმოგზავნილი დროშის წართმევა. ამიტომაც იყო, რომ თამარმა ქართველთა ძლევამოსილების ეს ძვირფასი ნიშანი ხახულის დიდებულ ტაძარს შესწირა.